ვიწყებთ დილის მონეტიზაციას. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო თემები. პირველ ბლოკში ვისაუბრებთ ენების ზოგადად და ქართული ენის ინტეგრაციაზე, ხელოვნური ინტელექტის პრიზმაში. ხოლო გადაცემის მეორე ბლოკში ვისაუბრებთ ადამიანური კაპიტალის პრეფერენციებზე და ყველაზე ძვირი ბჭყალებში შეცდომა, რომელსაც ქართული კომპანიები უშვებენ HR-ის მიმართულებით. მოკლედ, საკმარისზე მეტი მიზეზი გაქვთ, რომ დილის ზოლი გაატაროთ დილის მონეტიზაციაში ჩვენთან ერთად. ხო, გადაცემის პირველი ბლოკი, როგორც დაკვირდით და როგორც გითხარით, იქნება ქართული ენის ინტეგრაცია ხელოვნურ ინტელექტში. მე მინდა მივესალმო ბატონ რატის ხირტლაძეს, რომელიც Enagram AI-ის ამასრულებელი მენეჯერი გახლავთ. მოგესალმებით ბატონო რატი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ხოდა შესაძლოა ვახსენე მე, რომ ქართული ენის ინტეგრაცია თქო, მაგრამ საბოლოო ჯამში ძირითადად აქცენტი არის ენებზე და ეს მსოფლიოში ძალიან ესეთ ფართოდ აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრალმა უკვე ჩვენს ყოველდღიურობაში, მათ შორის ჩვენი სასაუბრო ენებიც, ესე ვთქვათ, მოაყოლა, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა და თქვენი კონცეფცია, როგორც ვიცი, ეხა რაღაცა არ მინდა რომ ჩვენი დიალოგი შესავალშივე იყოს, რაღაცა ისეთი ჩემი მხრიდან რაღაცა მკითხაობა და ვარაუდები, ამიტომაც ვფიქრობ, რომ უპრიანი იქნება თქვენს კონცეფციაზე. შესავალში თქვენ გვესაუბროთ და შემდეგ უკვე განვავრცოთ სიღრმისეულად. ეს ძალიან საინტერესო და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხები. გისმენთ ყურადღებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ სტუდიაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც ძალიან აქტუალური თემაა. ხელოვნური ინტელექტი არის როგორც ძალიან დიდი შესაძლებლობა, ასე შეიცავს იგი გარკვეულ საფრთხეებს. კერძოდ ეს საფრთხეები ემუქრება ეგრეთ წოდებული მცირე რესურსის მქონე ენებს. მცირე რესურსი აქ საუბარია მხოლოდ ციფრულ რესურსზე და არა ვთქვათ ლიტერატურაზე და ასე შემდეგ. ამ ენათა ჯგუფს განეკუთვნება ქართული. რატომ არის ახლა ეს საფრთხე ჩვენთვის? იმიტომ რომ დღევანდელი ხელოვნური ინტელექტის სისტემები რომ გაიწვრთნას და რეალურად შეამსუბუქოს ჩვენი ცხოვრება, საჭიროებს ძალიან დიდ მონაცემებს, დიდი ოდენობის მონაცემებს და შესაბამისად ქართულზე არის საკმაოდ მცირე თუ შევადარებთ სხვა ეგრეთ წოდებულ დიდი რესურსის მქონე ენებს, რომელიც დაახლოებით 30-ია. და შესაბამისად ხარისხი ამ პროდუქტების არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. შესაბამისად თუ არ არის პროდუქტი მაღალი ხარისხის, ახალგაზრდები განსაკუთრებით არიან მიდრეკილი, რომ გამოიყენონ სხვა ენა, იმიტომ რომ ისარგებლონ ამ პროდუქტებით და ნელ-ნელა არის საშიშროება, რომ ეს ენა ჩანაცვლეს დომინანტური ენებით. ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემატურ საკითხს შეეხეთ ბატონო რატი და ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს და უპირველეს ყოვლისა ყველას გაუჩნდა კითხვას და პროტესტიც. უპირველეს ყოვლისა კითხვა, მე პროტესტი მიჩნდება ხოლმე მაგალითად. რამ განაპირობა, აი სანამდე გადავალთ უკვე ხელოვნური ინტელექტის ინტეგრალზე, რამ განაპირობა ჩვენი ენის ამ შემთხვევაში სიმწირე? ანუ ეს არის გეოგრაფია, არეალი, ხა მაქსიმუმ ალბათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქართულ ენაზე უკეთეს შემთხვევაში 5 მილიონი ნახევარი ადამიანი საუბრობდეს, ხო? უკეთეს შემთხვევაში 6 მილიონი, მაგრამ რეალურად არ არის ეს დიდი მაჩვენებელი. ხო, ანუ რეალურად სიმწირე განაპირობებს რაოდენობრივად ამ ყველაფერს თუ ის რომ თავის დროზე ჩვენ არ ვაქცევდით ისევე ყურადღებას სათანადოდ, აი რას გულისხმობთ? სწორად მინდა გამიგოთ და მაყურებელმა მინდა რომ სწორად გამიგოს. აი ყოველთვის, ხო, ჩემი შეგნებული მახსოვრობიდან მოყოლებული. ყოველთვის რაღაცა ტრენდულად ითვლებოდა ყოველთვის რაღაც თავიდან რუსული შესატყვისების გამოყენება დიალოგში. დღეს უკვე ჩემთვის ცოტა გამაღიზიანებელიც არის აი ინგლისურ ლათინურენოვანი შესატყვისების გამოყენება. ერთის და მეორეს ცოტა გამაღიზიანებელია და პროტესტის გამომწვევია. როდესაც შესანიშნავი ენა გვაქვს და აი ბიზნესშიც, ხო, ბიზნეს ურთიერთობებში თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ქართული ენა, ხო, ანუ არ გვიგზავნოს ამას არავინ, მაგრამ არა, მაინც რატომღაც ვაქსოთ ხოლმე სლენგებს, ბარბარიზმებს და ასე შემდეგ. ანუ ეს ცოტა გამაღიზიანებელია. აი, რომელი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ცოტა მიგვეჩაგრა ჩვენი ენა? ხო, ყველა ფაქტორი ერთად რა, ეს ახლა ტრაფარიტული პასუხი გამომივიდა, მაგრამ ყველა საკითხზე გიპასუხებთ რა. ციფრული რესურსები რომ ცოტაა, ეს უპირველეს ყოვლისა არის განპირობებული იმით, რომ ცოტანი ვართ. რახან ცოტანი ვართ, იქნება ცოტა ეს პროდუქტი, ვიდრე ვთქვათ ინგლისურად და რუსულად, ხო?
ხელოვნური ინტელექტი რაზეც იწვრთნება, აქ უდიდესი ნაწილი მასალის არის ჩვეულებრივი ადამიანების მიერ შექმნილი, ეს YouTube იქნება თუ სხვადასხვა ტექსტური მიმოწერები, პოდკასტები და ასე შემდეგ. ეს რაც ინტერნეტში ჩანს. ხო, ინტერნეტში 0.1%-იც არ არის ქართულის წილი, ისეთ ცნობისთვის რა ვთქვათ. ხო, ანუ ეს ბუნებრივია, ეს ბუნებრივად ბუნებრივი საფრთხეა და ამას ვერსად ვერ წაუვალთ, მაგრამ შესაძლებელია ამის დაბალანსება. ახლა მეორე საკითხი, ანუ ჩვენ რამდენად აქტიური ვიყავით როგორც ქვეყანა, რომ ეს საფრთხე თავიდან აგვერიდებინა. ძალიან დიდი რესურსია, საფრანგეთი ავიღოთ, ხო, ამხელა ქვეყანა არის და აფრიკის ქვეყნების ძალიან ბევრი ქვეყანა საუბრობს ფრანგულად. ჩრდილოეთ აფრიკა. ხო, და მათ აქვთ განგაშის ზარი, ასე ვთქვათ, შემოკრული თუ არ ვიცი როგორ ავთქვა, რომ ფრანგულ ენას ემუქრება საფრთხე და უზარმაზარი რესურსი იქნება ამ ციფრული რესურსების შესაქმნელად და ხელოვნური ინტელექტის აწვრთნელად. და რას აკეთებს ამისთვის სახელმწიფო, რომ აციფრებს თუ რამე შეიძლება გაციფრდეს, ბიბლიოთეკები, უნივერსიტეტები ძალიან დიდ რესურსს დებენ ამაში და ეს ყველაფერი არის საჯაროდ გამოტანილი, რომ ხელოვნური ინტელექტის კვლევარებმა და კომპანიებმა შეძლონ ხელოვნური ინტელექტის წვრთნა ფრანგულ ენაზე და ეს დისბალანსი რაც არის ინგლისურთან მიმართებაში იყოს დაბალანსებული. ანუ იქ დაახლოებით 20 წელზე მეტია ამაზე ორგანიზებულად მუშაობენ და ფიქრობენ და აქვს ძალიან სერიოზული შედეგები, თუმცა მაინც თვლიან, რომ ეს საფრთხე მათ ემუქრებათ ამ გლობალიზაცია რა, ენა რომელზეც 400 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს ტელევიზიის მასშტაბით, საუბრობს ამ პრობლემაზე. ნამდვილად საუბრობს და ნამდვილად საფრთხეა რაღა დაგიმალოთ. და ხა ჩვენ რაღა ვთქვათ, ხო, ამ ხრევ ჩვენ ძალიან ცოტა გვაქვს გაკეთებული პრაქტიკულად არაფერი. რა არის ენაგრამას მისია ამ შემთხვევაში და ერთ პატარა პრობლემურ საკითხს ჩავთავ თქვენი ნებართვით. ანუ ჩვენი პრობლემაც მათ შორის აი თუნდაც იგივე ლიტერატურა პირობითად ანგლო-ამერიკული ლიტერატურა, რომელიც დიდი რაოდენობით არ გვაქვს გადმოქართულებული საბოლოო ჯამში არა და აი ძირითადად უნივერსიტეტები უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები აი ამ ლიტერატურით იკვებებიან ხოლმე, ნუ თავის დროზე იგივე გერმანული ლიტერატურა და ასე. ანუ ძალიან მცირეა ესე ვთქვათ კითხვარების რაოდენობა, რომელიც გადმოქართულებული გვაქვს, მაგრამ ამიტომაც არის მე რომ აი საქმიან ურთიერთობებში ამდენ უცხოურ შესატყვისს ვიყენებთ ხოლმე. პირობითად აი job description-ი მაგალითად და ნუ აი ცოტა გამაღიზიანებელი არის ხოლმე რა. ეხლა პირველი რაც გამახსენდა. აქედან გამომდინარე აი რა არის ენაგრამას მისია და აი როგორ გესახებათ თქვენ რომ აი ჩვენ ქართულ ენას მივცეთ უკვე ხელოვნური ინტელექტის პრიზმაში სიცოცხლის უნარიანობის მთელი დინამიკა. დიახ, გიპასუხებთ აუცილებლად, მაგრამ პირველ რიგში ბარბარიზმებზე მინდა გითხრათ. ბრძანეთ კი ბატონო. ხო, ბარბარიზმები, რომელიც გახდა ჩვენი საუბრის განუყოფელი ნაწილი, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, პრობლემა არის და აქ პრობლემა ის არის, რომ უბრალოდ ხშირ შემთხვევაში არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ, რა არის მისი სწორი ფორმა. ხო, უბრალოდ არ არის ცნობილი, შეიძლება არც კი იყოს შექმნილი ესეთი ტერმინი, ჯერ დაახლოებით 100 წლის წინ ძალიან დიდი მათემატიკოსები, მე და თქვენ მათემატიკოსები ვართ და ამ თემას მიმართ გრძნობიარე ვართ. ძალიან დიდი მათემატიკოსები, ნიკო მუსხელიშვილი და სხვები შეიკრიბნენ და ქართული მათემატიკური ტერმინოლოგია შექმნეს, რომელიც არის წერტილი, წრფე, სიბრტყე, წარმოებული და ასე შემდეგ. ამ კორიფეებმა შექმნეს და ჩვენთვის ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი და მათ დაიწყეს მათემატიკის სწავლა ქართულ უნივერსიტეტში ამ ტერმინებით და ეს გახდა ენის განუყოფელი ნაწილი. სამწუხაროდ დღეს არ გვყავს ასეთი მასშტაბის სპეციალისტები, რომ აი ეს ტექნოლოგიური და ბიზნეს ტერმინები და ეს ყველაფერი რაღაც ვიცოდეთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ, რა იქნება ბუნებრივი და ჩვენი საუბარი იყოს უფრო ქართული. ამაზეც ისევ სახელმწიფოს როლი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი არის და
პრობლემა არის, კიდევ ერთ პრობლემას შევეხეთ. ეხლა ენაგრამის შესახებ თვითონ სახელი მოდის ენა და გრამატიკა, ასე ვთქვათ. გვინდოდა ენა ყოფილიყო სახელშივე და ჩვენი მიზანი არის როგორც ქართულის, ისე სხვა მცირე ციფრული ენების შენარჩუნება და აი მცირე ციფრული რესურსის შემთხვევაშიც ამ პრობლემის გადაწყვეტა. მცირე ციფრული რესურსის შემთხვევაში როგორ შევქმნათ მაღალი ხარისხის პროდუქტები, რომ ენებს არ შეექმნათ დაკარგვის საფრთხე. პირველ აი რას ნიშნავს პროდუქტები? პროდუქტები ნიშნავს მაგალითად ახლა ჩვენ რო საუბრობთ და ეს რო გატექსტდება. ეს გატექსტდა, ეს შემდეგ ხელოვნება ინტელექტმა დაამუშავა და გაკეთდა, თქვათ, რეზიუმე ავტომატურად. ეს ერთ ჩვენ პროდუქტს გეყვებით, ასე გამოვიდა. ეს გატექსტდა და თქვათ სპეციალისტები ან ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული პირები უცბად მიიღებენ შეტყობინებას, რომ აი შენთვის საინტერესო თემაზე გაიჟღერა პალიტრანიუსში ან ამბავმა და თუ გაინტერესებს დააწყაპე და მიყვები ლინკს და ის მაშინვე აი ამას ეგრეთ წოდებული მედია მონიტორინგი. მედია მონიტორინგი, ოღონდ ხელოვნური ინტელექტით სრულად აღჭურვილი და თქვენ მაშინვე აი ამას ხედავთ. ასევე ვაკეთებთ ეგრეთ წოდებულ ჩეტბოტებს, მაბატიეთ, მე თვითონაც უნდა გამოვიყენო. ნუ სხვა გზა არ არის. ხო, რომ გამოვიგონო რაღაც ახლა ეს სიტყვა ან რაღაც დავესეს ხო ისეთ ტერმინს შეიძლება ვერ გაიგონ, რაზე მაყურებელმა ვერ გაიგოს, რაზე საუბრობ. ხო, მაგრამ ახლა აქ ერთ მომენტს გავუსვავ ხაზზე, რომ ხშირ შემთხვევაში ჩეტბოტია თუ ეს ხელოვნური ინტელექტი, როდესაც გვესაუბრება, არის გამაღიზიანებელი ისევ ხარისხის გამო, ქართულზე არ არის ისეთი და მოდი რა ადამიანი მირჩევნია ისევ რა და ერთი სული გვაქვს რომ გადავერთოთ და ჩვენი მისია არის რომ აი ბუნებრივი ჩეტბოტები გავაკეთოთ და არც უცუდად გამოგდოს, არა მარტო ჩეტბოტები, სხვა პროდუქტები და მოახდინოთ რეალური ციფრული ტრანსფორმაცია, რასაც ქვია ჩვენი კომპანიების უფრო რომ დავმარცვლოთ, ანუ რეალურად დღეს პრობლემა, აი როდესაც ძირითადად ეს პრომპტ პროფესიების წარმომადგენლების წინაშე დგება ხოლმე, ეხა პრომპტი რეალურად დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ მოთხოვნადი მიმართულება საბოლოო ჯამში, თუმცა ახაც დეფიციტი გვაქვს, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ რეალურად ხელოვნური ინტელექტი კი არ განაცვლებს არამედ ის ავითარებს პრომპტ მიმართულებას და ჩვენ ზუსტად ამას უნდა აუღოთ, ხო? აი ხშირად კარგი სპეციალისტებისგან მე მომისმენია და მე პრაქტიკულად ყოველდღიურობაში ვაწყდები ამას, რომ აი თუნდაც იგივე ხელოვნური ინტელექტი აი გამართული ქართულით არ გესაუბრება და ბევრი ასე ვთქვათ ასინქრონი არის ხოლმე როგორც წესი გრამატიკაში და ბევრ სხვა მიმართულებაში. ანუ თუ სწორად გავიგე რეალურად თქვენი მისიაც, ენაგრამას მისია მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას სივრცე, რომელიც ამ შემთხვევაში პრომპტ სპეციალისტებს გამართულ ქართულად დაალაპარაკებს ხელოვნურ ინტელექტთან. ანუ აი ეს ესე ვთქვათ ასინქრონები, რაც გრამატიკულად არის ხოლმე, ანუ ეს ფაქტიურად ნულამდე დავა. ხო სწორად გავიგე? დიახ, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მოდი ეს გავყოთ, არის ხმის ტექნოლოგიები და არის ტექსტი, ასე ვთქვათ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი გამართული ქართულით საუბრობს, არ ამტვრევს, ასე ვთქვათ. არ ამტვრევს ქართულს და ჯერჯერობით ამტვრევენ, ასე ვთქვათ, ქართულს, რაც ისევ ამ მცირე ციფრული რესურსით არის გამოყოფილი, განპირობებული და ჩვენი მიზანია, რასაკვირველია, რომ სწორედ ეს ქართულის გამართული ქართულის ცოდნა ერთის მხრივ და გამართულად ქართულად საუბარი და ქართული მეტყველების აღქმა. ხო, ახლა აქ ორი სიტყვით ვიტყვი მარტო, ხა თუ მთელი სოფლიოში პრობლემა არის, რომ მცირე ციფრული რესურსი აქვს და შენ ხა რანაირად გინდა ესე მოდელებით შეავსო ეს ციფრული რესურსი. ხო, ჩვენ 20 წელია მუშაობთ ქართული ენის მოდელირებაზე, როგორც მათემატიკოსები და ესე ლინგვისტები და გვაქვს მოდელები თუ როდესაც მცირე ციფრული რესურსი გვაქვს გრამატიკის ტრადიციული გრამატიკის სიღრმისეული ცოდნით და მათემატიკური მოდელებით როგორ შეიძლება ამ დისბალანსის შემსუბუქება, ასე ვთქვათ და
ეს არის ჩვენი მუშაობის, ასე ვთქვათ, თავარი მიმართულება. ბატონო რატი, აი ჩემი ფინალური კითხვა, ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი, მაგრამ აი გულწრფელად და თემაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა კითხოთ აი ჩვენი საუბრის ბოლოს, ეხლა ეს ინდივიდუალურად იმდენად მასშტაბური პროექტი არის, რომ ანუ ძალიან რთულია, რომ ერთი კონკრეტული ძალიან საინტერესო კომპანიის მხრებზე გავიდეს, თუ არ იქნება სრული კონსოლიდაცია. ეხლა რა გულისხმობს სრულ კონსოლიდაციაში, ეხლა თქვენ საფრანგეთს მაგალითი ახსენეთ, ჩემთვის მართლა ნონსენსი იყო, ფრანგული ენა, რომელიც ყოველთვის, მაგრამ მე მგონი მაგათ უფრო ეგოიზმი ამოძრავებთ ვიდრე სხვა თემა, იმიტომ რომ ამას აქ ეხლა გეოპოლიტიკური სიღრმეები, თუმცა ნუ არის მაგაშიც ლოგიკა და რეალობა, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ. თუ საფრანგეთი განიცდის ამ პრობლემას, ხო? ნუ წარმოვიდგინოთ რეალურად საქართველოს რა სიტუაცია შეიძლება იყოს. მე მაინტერესებს აი რეალურად აი მთავრობის ჩართულობა როგორია, კერძო სექტორი რამდენად აქტიურად უყურებს ამ ყველაფერს. აი ხა თქვენ ახსენეთ კულისებშიც გქონდა საუბარი მედია მონიტორინგებთან დაკავშირებით, აი მართლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დილა და დილის ფორმაც უხდება, აი კარაქიან პურზე თაფლივით არის ბევრი კომპანიისთვის აი ის შეთავაზება, რაც თქვენ ახლა დააგენერირეთ, ხო? შესაბამისად, აი რადგანაც კარგ მთქმელს კარგი გამგონი ჭირდება, რამდენად გაიგო თქვენი პლატფორმის შესახებ ეკოსისტემამ, რამდენად არის ხარდაჭერა სახელმწიფო დონეზე და რამდენად არის ჩართულობა კერძო სექტორის დონეზე? მინიმალური. მინიმალური, ხო, აი ძალიან დიდი პრობლემაა. სინამდვილეში სულ გვესმის ხელოვნური ინტელექტზე მუშაობს ეს კომპანია, რეალურად არის სულ რამდენიმე კომპანია საქართველოში, ვინც ქმნის ღირებულ პროდუქტს და თავარი საწვავი ამ კომპანიების არის ენთუზიაზმი. ენთუზიაზმი. აი ეს არის ყველაზე დიდი ხო, პრობლემა ტრაგედია და უბედურება. ხო, ანუ წლებია ამ ენთუზიაზმით მუშაობთ. ანუ სახელმწიფოს ძალიან დიდი როლი აქვს და ვიცი რომ არის სურვილი ძალიან ბევრჯერ იყო გამოხატული ყველანაირი როგორც კი ისვენენ რომ ენის საფრთხე, ნუ ასე შემდეგ ყველა შეუძლებელია რომ ხარდაჭერა არ იყოს, მაგრამ ეს არ არის მონეტიზებული, ასე ვთქვათ. კერძო ბიზნესი და სახელმწიფო სტრუქტურები ყველაზე მეტად იცით რით დაგვეხმარებიან, უბრალოდ გამოიყენეთ ეს სისტემები და რაღაც მინიმალური გადაიხადეთ რა. ანუ ეს დანერგვა ხელოვნური ინტელექტის რეალურად პირველ ნაბიჯი გადადგით ყველამ, რომ ქართული ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვა დაიწყოთ. არის უკვე ისეთ დონეზე, რომ ნამდვილად შეგვიმსუბუქდებათ საქმე და ზოგ შემთხვევაში, ნუ გაკვირვებულიც დარჩებით, რომ აქამდე სად ვიყავით და ეს იქნება ჩვენი და ქვეყნის ყველაზე დიდი მხარდაჭერა. ხო, ნუ ასეთი შემართებით და ასეთი მოწოდებით, ასე ვთქვათ, წავიყვანოთ ჩვენი საუბარი ფინალისკენ. ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ, რომ დაიყავით ჩვენთან ერთად. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი კიდევ ხშირად იქნებით. და მოკლედ მიმოვიხილავთ ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებს, რაც ენების ინტეგრაციას უკავშირდება, ქართული ენის ინტეგრაციას უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის პრიზმაში. ხო, ვისაუბროთ ქართულად, უპირველეს ყოვლისა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის.